იცი რა საერთოდ ჯვარს და პენტაგრამას? წამოდი აკიხსნი. ჯვარიც და პენტაგრამაც ორივე მოდის ვიკანიზმიდან, ანუ ორივე არის ვიკანური სიმბოლო. ჯვარი ქრისტეშობამდე მრავალი საუკუნით ადრე არსებობდა და მას ვიკანები, ეგრეთ წოდებული წარმართები იყენებდნენ. ჯვარი, ისევე როგორც პენტაგრამა, შედგება 5 სტიქიისგან. ეს არის ცეცხლი, მიწა, წყალი, ჰაერი და ეთერი. ეს ორივე სიმბოლო აღნიშნავს ადამიანს და ამ სიმბოლოებში არის გაერთიანებული 5 ელემენტი, როგორც სიცოცხლის საწყისი, როგორც პირველი საწყისი სიცოცხლისა და სულისა. გონი გასაკვირი არც უნდა იყოს, რომ გითხრათ, ყველა რელიგია, რომელიც დღეს არის ცნობილი, ვიკანიზმიდან იღებს სათავეს. ყველა რელიგიას აქვს ვიკანური ფესვები, წარმართული ფესვები. თუ შეხედავთ მათ ტრადიციებს, მათ კულტურას, სიმბოლიკას თუ რიტუალურ პრაქტიკებს, აღმოაჩენთ ძალიან ბევრ საერთო რამეს. და ეს ყველაფერი სწორედაც რომ ვიკანიზმიდან მოდის. ხოლო თანამედროვე რელიგიური მიმდინარეობები ადამიანებს, რომლებსაც წარმართებად თვლიდნენ და რომლებსაც თვლიდნენ ბოროტების მსახურებად, აკრავდნენ ჯვარს. სწორედ ამიტომ დასაჯეს იესო ქრისტე ჯვარზე გაკვდით. ამ თემაზე თუ უფრო ვრცელი ინფორმაცია გაინტერესებთ, მითხარით და აუცილებლად გავაგრძელებ ამ რუბრიკას. თქვენთვისაც საინტერესო უნდა იყოს მსგავსი ტიპის მასალა, როგორც სიახლე, თუ რა საერთო შეიძლება ჰქონდეს დღევანდელ რელიგიებს, ვიკანიზმთან, წარმართობასთან და უპირველეს რელიგიებთან. მე კი დროებით გემშვიდობებით გისურვებთ კეთილდღეობას.